ლახა და ფურცელი საერთოდ საქართველოს ისტორიაში და ეს არის წინაპირობა თუ რამდენი ხნით ადრე იგეგმებოდა ყველაფერი ეს. მე დამეთანხმებით მეგობრებო, რომ ესეთი გადაწყვეტილებები არ ხდება დაუყოვნებლივ და იმწუთიერად. ამას წინ მოუწევს გარკვეული წლები, გარკვეული პროგრამა, ესე რომ ვთქვათ, თუ როგორ და რა უნდა განხორციელდეს. წინა ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც კი 2012-დან რო დაიწყო ეგრეთ წოდებული ცვლილებები და რეფორმები, ეს იყო რო იტყვიან საწინააღმდეგო ყველა ის სფერო, რამაც თქვათ ჩვენ მეგვიყვანა 20 ივნისამდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ერთ სფეროში არ განხორციელებულა არანაირი სახის რეფორმა, თუ რამე კეთდებოდა, მხოლოდ სიტყვიერად კეთდებოდა, მხოლოდ. არანაირი არეალი სამოქმედო არ